სოფელი აცამურა ტრადიციულად ისევ მას ვიწლობთ ხელოვნების სამყაროში. სამყაროში, რომელიც სავსეა მძაფრი, ემოციური მგზნებარე შეგრძნებებით. დღეს აქ მხოლოდ კონცერტისთვის არ შევკრებილვართ. დღეს ერთმანეთს უზიარებთ ჩვენს გულს, ჩვენს ფესვებს, ჩვენს ისტორიას და იმ სიყვარულს, რომელსაც წლებია სიმღერაში ვაქსობთ. ანსამბლი აცაურა დაიბადა იქ, სადაც ბუნება და ტრადიცია ერთ მთლიანობად ცხოვრობს. ჩვენი შემოქმედებაც ქართული კულტურის პატივისცემით აგრძელებს გზას. ყველაფერი, რასაც დღეს იხილავთ და მოისმენთ, არის ჩვენი სული, ჩვენი შრომა და ჩვენი უსაზღვრო სიყვარული ხელოვნების მიმართ. ჩვენი შემოქმედება ეს არის საღამო, სადაც ყოველი ნამღერი გულიდან მოდის, ყოველი ნაბიჯი ტრადიციას აცოცხლებს და ყოველი ტაში ძალას გვაძლევს. გმადლობთ, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. მოდით ერთად გავაგრძელოთ ლამაზი მუსიკალური მოგზაურობა. მოგზაურეთ ჩვენთან ერთად ხმოვან საგანძურში, რომელშიც გადმოცემულია ჩვენი კულტურის სული და სიღრმე. წერტილი ამ ქვეყნიურ უკაზე, მაგრამ საოცარი სივრცე ზეცისა და მიწის შეხვედრისა. სოფელი სადაც 7 სალოცავი ზარი ერთ ჰანგად ერწყმის და წმენის ნათელს ავრცელებს. ამაღლე
სიმაღლების მადლი, წმინდა ნინოს სიწმინდე, წმინდა ნიკოლოზის სიკეთე, წმინდა გიორგის მხნეობა, წმინდა მარინეს ზალა, ღვთისმშობლის მიძინების სიმშვიდე, სპირიდონ ტრიუმფუნტელის წყალობა, ყველაფერი ერთად აცანის სული და გულია. ეს არის სოფელი, სადაც ტაძრები, მხოლოდ ქვის ნაგებობები კი არა, ადამიანების სიყვარულია, ტრადიცია და რწმენა თაობიდან თაობას რომ გადაეცემა. სოფლის გულში, სადაც ბუნება საკუთარ საიდუმლოს ინახავს, მიედინება მდინარე აცაურა. უცნაური, ამაყი და გამორჩეული. ამბობენ, რომ იგი აღმა მიედინება, თითქოს დინებას კი არ მიყვება, არამედ საკუთარ გზას თავად ირჩევს. მდინარე აცაურას ჩქეფაში თითქოს ჩვენი სიმღერების ჰანგები ისმის, ხოლო ანსამბლის თითოეულ ნამღერში მდინარის სისუფთავე, ძალა და უყუდავი სული ცოცხლობს. ისინი ერთმანეთის ანარეკლები არიან, ერთი ბუნების გულიდან მოდის, მეორე კი ადამიანის გულიდან, მაგრამ ორივე ერთსამე და იმავე ამბავს ყვება სიყვარულის, სამშობლოს, ტრადიციებისა და საკუთარი ფესვების მიმართ. მდინარე აცაურაზე, რომელიც არა მხოლოდ სილამაზით, არამედ თავისი იდუმალი აღმადინებითაც გამოირჩევა. სწორედ ამ განსაკუთრებულმა მდინარემ მისცა იდეა, რომ
მსგავსად იგივე სახელი ქონოდა როგორც სიმბოლო ფესვების, ბუნების, ძალისა და სიმღერით მაღლა სიმაღლისკენ მიმავალი და ქართული ფოლკლორის განსაკუთრებული ხმებით საკუთარ კვალს ტოვებს. როცა აცალურა მღერის, თითქოს მდინარეც ჩერდება მოსასმენად. ჰანგებში ისმის სოფლის სურნელი, მთების ექო, წინაპართა ხმა და სამშობლოს სიყვარული. და მაშინ ხვდები აცაურა მხოლოდ მდინარე ან ანსამბლი კი არა, მუსიკად ქცეული ისტორიაა, რომელიც ანსამბლთან ერთად ცოცხლობს და იზრდება. Maria,
შემოქმედილი ანსამბლი აცაურა თავისი შემოქმედების 10 წელს ითვლის. ანსამბლი შეიქმნა 1970 წელს სოფელ აცანის კულტურის სახლში, ლოტბარის დალი წიტაიშვილის ინიციატივით, რომელიც იმ დროს ექსპედიციას აწყობდა გურიის ტერიტორიაზე. ეძებდა ძველი გურული სიმღერების შემსრულებლებს, იწერდა და აღადგენდა გურულ სიმღერებს თავის მეგობრებთან ერთად. მოგვიანებით დალი წიტაიშვილმა სწორედ ამ მეგობრების შემადგენლობით ჩამოაყალიბა ქალთა ფოლკლორული ანსამბლი. 1990 წელს აცაურას სახალხო ანსამბლის წოდება მიენიჭა. ამავე წელს ის მიწვეული იყო ფესტივალზე იურმალა 90. ანსამბლს გახმოვანებული აქვს 2 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, მიღებული აქვს მრავალი საპატიო ჯილდო, გავლილი აქვს სერტიფიცირება, მონაწილეობს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სახის ფესტივალში. მოგახსენებათ, რომ აცანა ტურისტულ ზონად გამოცხადდა, უმასპინძლედ ევროკავშირის ელჩს. ანსამბლი გადაიღო სხვადასხვა ტელევიზია, პრაიმ შოუ, ეთნოფორი, ჯაჯანიძის შოუ, სტუმრად ზურაბ დვალთან, რომლის გადაცემაც სხვადასხვა უცხოურ არხებზე გადის. ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას ფესტივალში სახელწოდებით ნანინა არტგენი. ჩამომშორდი მარტის თვეო, მოდი გაზაფხულო, ჩამომშორდი მარტის თვეო, მოდი გაზაფხულო, აბა ჩამომშორდი მარტის თვეო, მაისის თვეს რაშობია შენ გენაცვალე, მაისის თვეს ვენაცვალე, შენ გენაცვალე, ყვავებობსა და გვიცალე, ბულბულის მას ვენაცვალე, ყვავებობსა და გვიცალე, Chico, modi čemtan čito grito, aba modi čemtan čitunija, maisi stres račomija, šenge nacvale, maisi stres venacvale, šenge nacvale. Vašen lakari šali, kvave Bog zadak vicale, bulbulis mas venacvale, kvave Bog zadak vicale, Chico, modi čemtan čito grito, aba modi čemtan čitunija, maisi stres račomija, šenge nacvale, maisi stres venacvale, da šenge nacvale. შემოქმედებას განსაკუთრებული კულტურულ შემოქმედებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ერთ სივრცეში აერთიანებს ტრადიციას, თანამედროვეობას და თაობათა უწყვეტობას. უპირველესად აცაურა არის ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის გამაცოცხლებელი. მისი რეპერტუარი და შესრულება ინარჩუნებს და ავითარებს ქართულ ხალხურ სიმღერებს, სხვადასხვა კუთხის მუსიკალურ ნიმუშებს და ჩვენთან არსებულ ტრადიციებს, რითაც ისინი მომავალ თაობებს უცვლელად გადასცემენ ეროვნულ ფასეულობებს.
შესაძლებაც არის. ისინი ქართულ ფოლკლორს ახალ სიცოცხლეს აძლევენ, სხვადასხვა ინსტრუმენტების, მრავალხმიანობის, აკაპელას და კლასიკური ელემენტების შერწყმით. ეს ქმნის თანამედროვე, მაგრამ ფესვებზე დაფუძნებულ მუსიკალურ ენას. Yes, I'm
ეთნიკური იდენტობის წარმოჩენას. ამგვარად, აცაურა შემოქმედება არის არა მხოლოდ მუსიკალური საქმიანობა, არამედ კულტურული მისია, რომელიც ინახავს წარსულს, აცოცხლებს აწმყოს და ქმნის მომავალს.
სადაც მათი მუსიკალური გემოვნება და ტექნიკური ოსტატობა განსაკუთრებულად იკვეთება. ეს არის სივრცე, სადაც ტრადიცია და პროფესიონალიზმი ერთმანეთს ერწყმის და ახალი დახვეწილი ჟღერადობა იქმნება. განსაკუთრებული ადგილი უკავია აკაპელა შესრულებას, როცა მხოლოდ ადამიანის ხმა რჩება და ყოველგვარი ინსტრუმენტის გარეშე იქნება ჰარმონია. სწორედ აქ ჩანს აცაურას ერთიანობა, სიზუსტე და ერთმანეთის მოსმენის უნარი ყველაზე მკაფიოდ.
ასე იქცევა ანსამბლი აცაურა მრავალფეროვან მუსიკალურ სამყაროდ, სადაც ფოლკლორი, კლასიკა და თანამედროვე შესრულება ერთ დიდ ჰარმონიაში ერთიანდება და თითოეული ჟღერადობა ერთ საერთო ისტორიას ყვება. განსაკუთრებული სიძლიერე მის მრავალთაობიან შემადგენლობაში ჩანს. აქ ერთ სცენაზე ერთიანდება 4 თაობა, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან ასაკით, გამოცდილებით, მაგრამ აერთიანებთ ერთი დიდი სიყვარული, ქართული სიმღერა და კულტურა. ისინი ატარებენ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რასაც აცაურას სახელი ჰქვია. ასე იქცევა ანსამბლი აცაურა ერთ ცოცხალ ხიდად თაობებს შორის, სადაც წარსული, აწმყო და მომავალი ერთ ხმაში ერთიანდება და ქმნის უწყვეტ მუსიკალურ ისტორიას.
გამო განსაკუთრებულია იმითაც, რომ ჩვენ შორის არის ქალბატონი, რომლის გულშიც მუსიკა და სიტყვა ერთით სიყვარულად ცხოვრობს. წლებია იგი ჩვენი ანსამბლის ერთგული წევრია, ადამიანი, რომელიც თავისი ნიჭით, სითბოთი და შემოქმედებით ამდიდრებს ჩვენს გზას. მისი დაწერილი სიმღერები გულიდან მოდის და სწორედ ამიტომ პოულობს გზას მსმენელის გულებამდის. დღეს შეგისრულებთ მის ერთ-ერთ გამორჩეულ ნაწარმოებს მრავალ ჟამიერს, რომელიც სიყვარულის, მადლისა და კეთილის სურვილების ჰანგებად ჟღერს. შეიცვალა და გამდიდრდა. თუ თავიდან იგი მხოლოდ ქალთა კოლექტივი იყო, დღეს ანსამბლს ამშვენებს სამი გამორჩეული ახალგაზრდა, სამი სხვადასხვა სოფლის შვილი, რომელსაც ერთი სიყვარული აერთიანებს, ქართული სიმღერა და ფოლკლორი. ორი მათგანი საოცარი ოსტატობით მღერის სამივე ხმას და განსაკუთრებულად აცოცხლებს ქართულ კრიმაჭყულს, ხოლო მესამე თავისი უნიკალური ხმითა და ხალხური საკრავების უბადლო შესრულებით განსაკუთრებულ ფერს ზენს ჩვენს შემოქმედებას. მათი ნიჭი, ენერგია, ხმა ანსამბლს ჰარმონიულ მთლიანობას ანიჭებს და სიმღერაც განსაკუთრებულ სიღრმეში შეჰყავთ.
აცაურა. ეს არის ერთმანეთთან შერწყმული ხმების ჰარმონია, სადაც თითოეულ წევრს საკუთარი განსაკუთრებული ადგილი და მნიშვნელობა აქვს. როცა ეს ხმები ერთიანდება, იბადება საოცარი ჰარმონია, ქართული სური, სიყვარული, რომელიც სცენიდან პირდაპირ გულამდე აღწევს. აცაურას ყველაზე დიდი ძალა მხოლოდ სიმღერა კი არაა, მათი ერთმანეთის მიმართ სიყვარული და ერთობაა, რომელიც ყველა ხმაზე უფრო ხმამაღლა ისმის. ეს ერთობა განსაკუთრებულად იგრძნობა მრავალხმიანობაში, როცა თითოეული ხმა თავის გზას გადის, მაგრამ ბოლოს მაინც ერთ დიდ ჰარმონიაში ერთიანდება, ზუსტად ისე, როგორც მათი ურთიერთობა, განსხვავებული ადამიანები, მაგრამ ერთი გულით. აცაურას წევრები ერთმანეთისთვის უბრალოდ ანსამბლი არ არიან. ისინი არიან ოჯახი, სადაც მუსიკა სიყვარულთან იბადება და სიყვარული ისევ მუსიკად ბრუნდება. Yeah.
ტრადიცია და სიყვარული ხელოვნებისადმი. ანსამბლი აცაურა სცენაზე მხოლოდ სიმღერას არ წარმოადგენს. ჩვენ ვაცოცხლებთ წინაპართა ხმას, ქართულ ფესვებს და იმ კულტურას, რომელიც საუკუნეებს უძნებს. ხელოვნება არის ენა, რომელიც გულიდან მოდის და გულამდე აღწევს. ის გვაერთიანებს, გვაძლიერებს და გვახსენებს ვინ ვართ. შემოქმედებითი ტრადიცია. იგი არის ანსამბლის დამაარსებლის, ათ გარდაცვლილი ქალბატონის დალი წიტაიშვილის რძალი და დღეს სწორედ მისი ძალისხმევით, ერთგულებით და მუსიკის სიყვარულით აგრძელებს ანსამბლის სიცოცხლეს და განვითარებას. მისი ხელმძღვანელობით ტრადიცია კვლავ ცოცხლობს, სიმღერა კი თაობებს აერთიანებს. Thank you.
მომავალშიც ერთგულება, სიახლეს და სიყვარულით შექმნილ მუსიკას პირდება. ჩვენ პირდებით, რომ არასოდეს დავკარგავთ იმ ფესვებს, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. ქართულ ტრადიციას, ხალხურ სიმღერას და იმ ხელოვნებას, რომელიც ჩვენს კულტურას განსაკუთრებულს ხდის. ეს იქნება ჩვენი გზის უცვლელი საფუძველი. აცავრა ყოველთვის შეეცდება, რომ მსმენელს ახალი ემოციები და გამოცდილება შესთავაზოს. და ყველაზე მთავარი, ჩვენ პირდებით გულწრფელობას. ყოველი შესრულება იქნება სიყვარულით ნამღერი და გულითად ნათქვამი. რადგან ჩვენი მსმენელი იმსახურებს ნამდვილ ემოციას და ნამდვილ მუსიკას. ასე, აცავრა მომავალშიც გააგრძელებს გზას ერთობით, სიყვარულით და ქართული კულტურის პატივისცემით. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ხელოვნება ადამიანის გულებს ყველაზე ლამაზად აერთიანებს. თითოეულ სიმღერაში და თითოეულ ხმში ცოცხლობს ჩვენი სოფელი, ჩვენი ტრადიცია და ის დიდი სიყვარული, რომელსაც აცაურა ატარებს. ეს საღამო იყო არა მხოლოდ შემოქმედების გაზიარება, არამედ სულების შეხვედრა, სადაც წარსული, აწმყო და მომავალი ერთით ოჯახად გაერთიანდა. გულითად მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგან სიყვარულისთვის, მხარდაჭერისთვის და იმ გულწრფელი ემოციებისთვის, რომელიც დღეს სენიდანაც იგრძნობოდა. დიდი მადლობა ჩვენ საპატიო სტუმრებს, რაიონის გამგეობის წარმომადგენლებს, კულტურის განყოფილებასა და ადგილობრივ ხელმძღვანელობას, რომ დღეს ჩვენს გვერდით არიან.
მოგვისმინეს და იზიარებენ ჩვენს სიყვარულს ქართული სიმღერისა და კულტურისადმი. ჩვენთვის განსაკუთრებული ძალაა თქვენი მხარდაჭერა და იმედი გვაქვს მომავალშიც ერთად ვიდგებით ქართული ტრადიციებისა და კულტურის სამსახურში. და ეაცაურა სამგები კიდევ დიდხანს დარჩეს ჩვენს გულებში და როგორც მდინარე აცაურა აგრძელებს თავის გზას, ისე აღმასვლით გაგრძელდეს ჩვენი შემოქმედებაც სიყვარულით, ერთობითა და ქართული კულტურისადმი ერთგულებით. ნახვამდის, შემოხვდეთ შეხვედრამდე, ღმერთმა დალოსოს ჩვენი სიმღერა, ჩვენი ხალხი და ჩვენი საქართველო. მოგზაურობისთვის და დიდი მადლობა უთხრა მინდა უთხრა მარიამ ჩხაიძეს და მერაბ ზენაიშვილს, რომელიც ჩვენს გვერდით იყო ეს დღეები. ძალიან დიდი მადლობა. დღევანდელი ნამდვილად განსაკუთრებული იყო და მადლობა მინდა გადაუხადო ანსამბლის თითოეულ წევრს ამ დღევანდელი ღონისძიებებისთვის. მე ჩვენ არაერთი წელია თანამშრომლობ, მაგრამ ეს სრულად თქვენი რეპერტუარი ნამდვილად პირველად მოვისმინე და ძალიან კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებულია ის ფაქტი, რომ ფაქტიურად სხვადასხვა ჟანრში ვერი ხარ და ეს ყველაფერი ძალიან მესიამოვნო, ძალიან სასიამოვნო და მრავალფეროვანი იყო. ასევე აღსანიშნავია, რომ თაობების ცვლილებები არის და ესეც კარგია და ისე ზრუნავდით სიმღერის დროსაც ერთმანეთზე. მე ამ მიმართულებით მარტო შემფასებელი ვარ და დიდად ამნიჭიერებით არ გამომრჩევი, მაგრამ საოცრად ლამაზი იყო ყველაფერი. მე გისურვებთ, რომ უწყვეტი ისტორია გქონდეს და უწყვეტი მოღვაწეობა, რა თქმა უნდა, ანსამბლად საურავ, სანამ
დინარი აცაურა არ შეისწრის მიმართულება და წაღმა არ დაიწყებს სიარულს, ასე ყოფილი იყოს ეს ამბავი გუდა. გულწრფელი მადლობა თქვენ და ყველა ამბოძების მონაწილე ადამიანებს. რა ვიცი, დღევანდელი დღე არ ჩამითვალოთ ცუდად აქ, რა თქმა უნდა, შინაურ კედლებში კიდევ სხვანაირი იყო, მაგრამ ბატონი გოდერძი ამბობდა ჩვენს კულტურის სახლში მთელი წლიანი რეპერტუარით ნამდვილად დაამშვენებდა. დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ გულწრფელად. ცრემლები მომერია და აი არ ვიცი ეს ემოცია ვერ დავმალე და ამ პატარა სოფელს თქვენი სახით მართლა არ ვიცი როგორი ხალხი ყავს არა მარტო სიმღერაში დამერწმუნეთ განა გვერდში როცა სოფელს ჭირდება როცა ერთმანეთს ჭირდებით ესენი აგერ მეგობრობის მაგალითი ისე სიმღერა ვერ გამოუვიდოდა მე მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს და რა ვიცი, ეს არის ფუფუნება ჩვენი სოფლისთვის და ბევრ სოფელს ამნაირი რაღაცა შესაძლებლობები არ აქვს და მე ვამაყობ ამით და ყოველთვის ხას უსვავ ჩემს ანსამბლს და ჩემს სოფელს. მადლობა ამისთვის, მადლობა ჩემს სოფელს. მრავალჟამიერ თქვენ, მრავალჟამიერ აცანას. ყოველთვის ახერხებ ჩვენს გამოცემას. ხარ ძალიან ნიჭიერები, ძალიან შემოსმოფარეები და თანამედროვეობის სავსებო ბარათი აცანისათვის. აცენას არ უყვირს ახლა ტრადიციულად დიდი ადამიანები თუნდაც ის რადმის რომ კინოს კაშკაშა ვარცხლავი ვასილჩხაიძე აქ დაიბადა და ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მიხარია რომ ესეთი რაღაცა საოცარი დღე თუ საღამო ვაჩვენებთ შეუძლებელია ულამაზეს ბუნებაში დაიბადო და არ უბეროდე არ იყო პოეტი არ იყო მხატვარი და არ იყო ხელოვანი და მე ერთ ჩემს ლექსს აგიკითხავ რომელიც უნდაძვისაც დავწერე როცა ათანე ძალიან მომენატრა ზიშუქი ნაზად მოგეფერება ყვითელ ფერიებს ჩუქნის ამ თის ლავი და უცხო მშვენება ცისფერს გაუჩენს ხუხის შეიმართება მთები ამაპაც როს გაზაფხული მოვა მოიფინება გორებს წარმტაცა თეთრ ყვავილების თოვა ჩიტია მწვანე და ბიბინდება ჩაის ბუჩქების კონად მის სილამაზეს ვინც კი შეწდება ყველას გაიხდის მონად იქ აცაურა თითქოს ბრაზდება იწყებს ისევ დუდუნს გადაევლება ქვევს ტკბილ ჰანგებად და ემსგავსება დუდუნს არც თებზე მომზირავს გამახსენდება რაიც ბილიკებს მისდევს აცანის სუნთქვა მომენატრება და მივეცემი ფიქრებს განსაკუთრებული სიყვარულით და განსაკუთრებული ურთიერთობით ვარ თქვენთან, თქვენ ანსამბლთან დალეწინაიშვილი ვახსენეთ და მე როდესაც პირველად დავდი სცენარის სცენაზე ვეხი თქვენი ანსამბლი ყოველთვის თან მდევდა ყველა ღონისძიებაზე და დიდი გულშემატკივარი ვარ თქვენი, დიდი თაყვანისმცემელი და მე არა მარტო დღევანდელი საღამოსთვის მინდა გადაგიხადოთ მადლობა ზოგადად თქვენი გვერდზე დგომისა ეს თქვენი ხასიათის გამო, თქვენი ორგანიზებულობის გამო, თქვენი ესე ერთმუშტად შეგულობის გამო და ბედნიერი ვარ დღეს იმით, რომ ესე გამომრავალფეროვნეთ რეპერტუარი არა მარტო სიმღერებით, საკრავებითაც და ეს რაღაც სიურპრიზი იყო. კი გამოვაგზავნეთ ეს საკრავი და ძალიან გამიხარდა, რომ გამოვიდგენთ და რამდენიმე სიმღერა გვაქვს ახალი. როგორც თქვი, ეს სიმბოლურია და ამ კედლებში უნდა ყოფილიყო აცანაში ეს კონცერტი, თუმცა ნებისმიერ სცენას, სოფლიოს ნებისმიერ სცენას დაამშვენებდა მევადელი საღამო და დიდი მადლობა ჩემი იმედი ყოველთვის გქონდეთ. მადლობა ყველას. აი დღეს ვიმოვით მართლა ცივი მადლობა ყველზე. ისე რამაც გამოვიყურეთ ყველა. მერტვა გამოვიდა. ძალიან მეკითხა ყველა. მადლობა დიდი მადლობა. გული ხარობს, იმიტომ რომ ესე მგონია რომ თქვენი ტიპური ადამიანი რომელიც წინაპარს არ ვისწრებს და წინაპარს ხარობს, ღმერთი ხარობს, იმიტომ რომ ჩვენ წინაპრების ზვარზე და მათის ხდება ესე გაზრდები და მათი ცხოვრება და ყველაზე მთავარია ეს ჩვენთვის რომ ჩვენ გვიყვარს ღმერთი, გვიყვარს სამშობლო, ჩვენ დიდი პატრიოტი ხო და ადამიანები ერთმანეთად გვიყვარს და ჩვენი ერთობით, ჩვენი ერთად სიყვარული და ბატონმა ალექსანდრ ზანა თუ ერთად ვიდექით ისე ეფერებოდ ერთმანეთს ხო აი გიცნობოდა ქართული სიყვარული ერთობა და ეს სიყვარული რომელმაც ჩვენ დღეს გვიყვან აქამდე მერც მადლობა თქვენ მადლობა და მერცმა გამბრავოთ მერცმა გახაროთ და მერცმა ბევრი სიხარულს სიყვარულს და ყველა მიყვარხარ ძალიან რო ხო ბაგა მიყვართ მაგრამ დღეს მეტად
მინდა ბევრი წარმატება გისურვოთ და დიდი სერები დაგაგრძელოთ. გოდულა ნებისმიერ საკითხში.